არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხელშია. ეს გადამწყვეტი დღეა. თქვენ სამშობლოს 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე აუცილებლად ჭირდებით და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. მოხვიდეთ და შემოხაზოთ 41. ქვეყნის ბედს წყვეთ თქვენ. ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ვეღარავინ წაართმევს ხალხს თავის არჩევანს. ჩვენ ღირსებას დაუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ღირსებას დაუბრუნებთ და გავაერთიანებთ ხალხს. საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება. საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში. საქართველო გახდება თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი. ჩვენ ერთმანეთს ჭირდებით იცოდეთ 1 ოქტომბერს, ჩვენ ერთმანეთს ჭირდებით ამ ბრძოლაში და მხოლოდ ერთად რომით მოვიგებთ ამ ბრძოლას. ჩვენ გწავს და მტკიცეთ გჯერა, რომ გაიმარჯვეთ არჩევნებში. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას. ძვირფასო თანამემამულეებო, სულ რამდენიმე დღე რჩება სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამ. დაუჭირეთ მხარი ნომერ 1-ს თავისუფალ საქართველოს და გვპირდებით. ბოლომდე მხარს დაუჭერთ ბატონ ბიზინა ივანიშვილს დამნაშავე ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავდროულად მხარი დაუჭირეთ თავისუფალ საქართველოს და გვპირდებით. აღარასოდეს დაუშვებთ საქართველოში კიდევ ერთ ერთპარტიულ მმართველობას. შემოხაზე ნომერი 1. კახა გუგავა, თავისუფალი საქართველო. ძვირფასო თანამემამულეებო, უკანასკნელმა მოვლენებმა ყველანი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მორალურად გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობას აღარ შესწევს ძალა მართოს ჩვენი ქვეყანა. უკიდურესი პოლარიზაციის გამო განადგურების საფრთხის წინაშეა ყველა ის მნიშვნელოვანი მიღწევა, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ წლებში. რასაც ჩვენ ქრისტიან დემოკრატები კარგად ვხედავდით და ვაფასებდით, რადგან ყოველთვის ვიყავით ხელისუფლების ოპოზიციაში, მაგრამ არასოდეს ყოფილვართ ოპოზიციაში საქართველოს მიმართ. მოგმართავთ თქვენ, ექიმებს და პედაგოგებს, პოლიციელებს, სამხედროებს, საჯარო მოხელეებს, ყველა პატრიოტს. თუ თქვენ აღარ გსურთ, რომ მომდევნო 4 წელი ისე ვიცხოვროთ მუდმივი რევოლუციის თუ რევანშის შიშის ქვეშ. აღარ გსურთ, რომ ქვეყანა მართოს გაუწონასწორებელმა ძალამ და არც ის გინდათ, რომ 1 მილიარდელის ექსპერიმენტების ლაბორატორიად გადავიქცეთ. თუ თქვენ დაიღალეთ რადიკალიზმით, რომელსაც ორივე მხარე ნერგავს ჩვენს ცხოვრებაში კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით. თუ თქვენ თვალი აგეხილათ და გული აგიწრულდათ თქვენთვის აქამდე სასურველი პარტიის ხმის მიცემაზე, ნუ ჩაიქნევთ ხელს. ნუ დატოვებთ საქართველოს ბედის ანაბარი და 1 ოქტომბერს მხარი დაუჭირეთ არსებული ხელისუფლების ერთადერთ გონივრულ ალტერნატივას, ზომიერ კონსტრუქციულ ძალას, რომელიც მოუტანს ქვეყანას მშვიდობას და თქვენს ოჯახებს კეთილდღეობას, რომელიც შეინარჩუნებს მიღწეულს და განავითარებს მას. ნაციონალური მოძრაობის ხელშეკრულება 4 ძირითადი ვალდებულებისგან შედგება: ჯანდაცვა, დასაქმება, სოფლის დახმარება და 1000 ლარიანი ვაუჩერი. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეც გვთავაზობთ. კალენდარს თუ რა ვადებში შესრულდება თითოეული ეს ვალდებულება. 90,000 ჰექტარი მიწა 2016 წელს თანამედროვე სისტემებით მოირწყვება. 2013 წელს 3 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული. ჩვენ არა მარტო გვპირდებით, არამედ კონკრეტულ თარიღებს გვთავაზობთ. თვალიადევნეთ ქვეყნის პროგრესს, გააკონტროლეთ, როგორ ვასრულებთ დაპირებას. ნაციონალური მოძრაობა, მეტი სარგებელი ხალხს. ყველა აღიარებს, რომ ახალ მემარჯვენეებს კვალიფიციური და რეალისტური პროგრამა გვაქვს. ყველას, ვისაც არ მოსწონს სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობა, ვისაც აეჭვებს ივანიშვილის მიზნები, ვისაც მოსწონდა და აღარ მოსწონს ხელისუფლება, ვინც იმედით შეხვდა ოპოზიციაში ახალ ლიდერს და დღეს იმედგაცრუებულია, ვისაც აშინებს წინასაარჩევნო რადიკალიზაცია და დაპირისპირების საფრთხე, ვისაც უნდა ცვლილება, მაგრამ უპირობოდ მშვიდობიანი. მხარი დაგვიჭირეთ, გავაძლიეროთ ერთმანეთი. ახალი მემარჯვენეები, ნომერი 24. ქართული პროდუქცია დაბრუნდება რუსეთის ბაზარზე. გადავადდება ბანკების წინაშე არსებული დავალიანებები. საპენსიო ზღვარი შემცირდება 60 წლამდე, ქალებისთვის 55 წლამდე. 10,000 ნიჭიერ სტუდენტზე გაიცემა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. შემოხაზე ნომერი 1. კახა გუგავა, თავისუფალი საქართველო. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ვახანია ოპოზიციური ძალების ერთიანობის მიზნით მოუწოდებს თავის ამომრჩევლებს ხმა მისცენ ქართულ ოცნებას და მის წარმომადგენელს ირაკლი ალასანიას.
როდესაც თქვენთვის კარგად ნაცნობმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ამოწურეს თავიანთი თავი, როდესაც ქვეყანაშია სამართლიანობის დეფიციტი, თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ორზე მეტი პოლიტიკური ძალით და უნდა მოხდეს არჩევანი. დროა მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. შემოხაზე 9 სამართლიანი საქართველოსთვის. როგორია ნაციონალების სახე? გინდა ტიხილოთ ეს სახე? აი, რამოიწავ, ეხო ეწები რა. საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, ციხეების თანამშრომლები სანამ დაინიშნებიან თანამდებობას ტრენინგს გადიან, სწავლობენ ციხის მართვას საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში. პირველ ოქტომბერს 20 საათზე ამომრჩეველთა ლიგა არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოაცხადებს. პარალელური დათვლა ყოველ მესამე საარჩევნო უბანზე, exit poll 400 უბანზე. ჩვენ გეტყვით სიმართლეს. ამომრჩეველთ კენჭისყრის დღეს არჩევნების პროცეს ადგილზე აკვირდება 20,000-ზე მეტი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. მონიტორინგს უწევს 12,000-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი. აშუქებს 2,000-ზე მეტი ჟურნალისტი და პროცესში უშუალოდ მონაწილეობს უბანზე მისული ყველა ამომრჩეველი. ცესკო. გამჭვირვალობას მოაქვს ნდობა. იქ მარტო ვიყავი? კამერა ხომ არ იყო კაბინაში. იქნებ დამინახეს. გონი რაღაც გაჩხაკუნდა. ნუ მოიქცევი ასე. კაბინაში შენ ნამდვილად მარტო ხარ და ვერავინ გხედავს. თავისუფლად გააკეთე არჩევანი.